აჰმედაბადში ავიაკომპანია Air India სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 232 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ბორტზე ინდოეთის 169 და ბრიტანეთის 53 მოქალაქე, ასევე ერთი კანადელი და 7 პორტუგალიელი იმყოფებოდა. დღეს ავიაციის სამყაროსთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის უკიდურესად მძიმე დღეა. ჩვენ საუბრობთ ტრაგედიაზე, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რამდენიმე დღის წინ ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში ავიაკატასტროფა მოხდა. ჩამოვარდა Air India's თვითმფრინავი რეისის ნომრით 171. აფრინდან რამდენიმე წუთის შემდეგ თვითმფრინავმა ამ წევი ძალა სრულიად დაკარგა და დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა. ოფიციალური მონაცემებით ბორტზე მყოფ 251 ადამიანიდან მხოლოდ ერთმა მოახერხა გადარჩენა. ასევე დაღუპულთა რიცხვს დაემატა მინიმუმ 29 ადამიანი, რომელიც მიწაზე იმყოფებოდა. ეს ის თემაა, რაზეც საუბარი ძალიან რთულია. არავის გვინდა მსგავსი ამბები რომ გვესმოდეს. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი მეკითხებით რა შესაძლებელია რომ მომხდარიყო, გადავწყვიტე რამდენიმე აზრი გაგიზიაროთ. როდესაც ეს მოხდა, ბუხარესტში გასაფრენად ვემზადებოდი და ხანგრძლივი ფრენის დროს რამდენიმე საათი ვუყურებდით კადრებს კატასტროფის ადგილიდან. იმ დღეს და იმის შემდეგ უამრავ მფრინავთან მქონდა საუბარი. ვეკითხებოდი, რას ფიქრობენ, რა შეიძლება მომხდარიყო და განვიხილავდით სხვადასხვა მიზეზებს. საბოლოოდ ჩვენი მსჯელობით გამოვყავით 3 ძირითადი სცენარი, რაც შესაძლოა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი. ახლა მოდით დეტალურად გავშალოთ სამივე ვერსია, რადგან ჩემი აზრით ორზე საუბარი აუცილებელია, მაგრამ ისინი ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე მესამე. გაჩვენებთ ერთ ვიდეოსაც, რომელიც ჩემთვის საკმაოდ მრავალთქმელია. არა იმით, რასაც ვხედავთ კადრებში, არამედ იმით, რაც არ ჩანს. და აი აქ იწყება მთავარი. მე ვეცდები ახსნას, რატომ ფიქრობ ასე და რა დეტალებს ვაქცევთ ყურადღებას, როცა ამ ტრაგედიას ვაანალიზებთ. ამ კადრებში ვხედავთ Boeing 787-ს, ერთ-ერთი ყველაზე სანდო და თანამედროვე თვითმფრინავს. ამ ტიპს საკმაოდ კარგი ისტორია აქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით. საინტერესო და მძიმე ფაქტი ისიც არის, რომ ეს შემთხვევა პირველია Boeing 787-ისთვის. ანუ თვითმფრინავი მთლიანად განადგურდა, რაც ამ მოდელის ისტორიაში პირველად მოხდა. აუცილებლად მინდა შეგახსენოთ, რასაც ახლა მოგიყვებით, არის ჩემი პირადი მოსაზრება. ეს არის თეორიები, რომლებიც თავდაპირველ დეტალებს ეყრდნობა. მაგრამ როცა გამოჩნდება მეტი ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ შავ უთებს გაშიფრავენ, აუცილებლად დავამატებთ, გავასწორებთ ან შევცვლით იმ მოსაზრებას, რასაც ახლა გიზიარებთ. მაგრამ ამ ეტაპზე 3 ძირითადი მიმართულება იკვეთება და ყველა მათგანი თვითმფრინავის ამ წევი ძალის დაკარგვას უკავშირდება. ამ პირველ ვიდეოში, რომელსაც ახლა გაჩვენებთ, თვითმფრინავი უკვე ჰაერშია, ანუ აფრენის ფაზა გავლილია. მაგრამ მალევე ჩნდება პრობლემა, თვითმფრინავი თითქოს ცდილობს ტრაექტორიის შენარჩუნებას. ცხვირი იწევა ზემოთ, მაგრამ ქვედა ნაწილი, ანუ ბუდე და კუდი, მკვეთრად ვარდება და თვითმფრინავი პირდაპირ მიწისკენ ეშვება. ახლა მოდით ვნახოთ ეს ვიდეო და შემდეგ დავუბრუნდეთ განხილვას. განვიხილოთ რა დავინახეთ კადრებში და რაც თავარია რა არ დავინახეთ. ის რაც არ ჩანს ხშირად უფრო მეტს ამბობს, ვიდრე თავად კადრები. აი ამ კადრებში, სადაც აფეთქება ჩანს, ყველაზე ადრე იპყრობს ყურადღებას ის ფაქტი, რომ თავდაპირველად მოძრაობა თითქოს ჰორიზონტალურია, თითქოს სწორხაზოვანი. შემდეგ კი ცხვირი თითქოს ცდილობს აწევას, კორექციის შეტანას, მაგრამ სტაბილურობა და კონტროლი უკვე აშკარად დაკარგულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს მომენტი, რაზედაც ახლა ვისაუბრებთ, საკმაოდ რთულად შესაფასებელია, საკმაოდ ბევრი საუბრობს და ალბათ თქვენც ხსმენიათ, შეიძლება თვითმფრინავებს გაშლილ ეგრეთ წოდებულ ფლაპებზე, ფრთაუკანებზე ჩვენს ენაზე. მაგრამ ამ მანძილიდან პრაქტიკულად შეუძლებელია დაზუსტებით თქვა, ფრთაუკანები გაშლილია თუ აკეცილი. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ დატვირთვით, რაც Boeing 787-ს ჰქონდა, დიდი ალბათობით აფრენის ფლაპ 5-ის კონფიგურაციით შეასრულებდნენ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ფრთის წინა ნაწილზე მდებარე ეგრეთ წოდებული leading edge მოწყობილობა, ფრთაწინები, რომლებიც თვალით კარგად არ ჩანს, მთლიანად გაშლილი იქნებოდა. ხოლო ფრთის უკანა ნაწილი, ფრთაუკანები, დაახლოებით 5 გრადუსით გაიშლებოდა. მაგრამ ამ მანძილიდან ძალიან რთულია იმის თქმა, ნამდვილად ჰქონდათ თუ არა ეს 5 გრადუსიანი გაშლა. გულწრფელად რომ ვთქვათ, იმისათვის რომ შევამჩნიოთ ფლაპები გამოშვებული არის თუ არა 5 გრადუსით თვითმფრინავზე, მასთან ძალიან ახლოს უნდა ვიყოთ. და ეს კონკრეტული თვითმფრინავი კიდე ისე იქცევა, რომ თითქოს ფლაპები საერთოდ არ ქონდა გამოშვებული. ეს კი მართლაც ძალიან დამაბნეველი და საეჭვოა.
მოდით დავუბრუნდეთ და თავიდან ვუყუროთ ვიდეოს, ნახოთ რა ჩანს ზუსტად. და აი აქ გავაჩერებ ვიდეოს. როცა თვითმფრინავი კადრში ჩნდება, თითქოს ყველაფერი ნორმალურად გამოიყურება. თუმცა ერთი რამ ნამდვილად ვიცით. თვითმფრინავის შასი ჯერ კიდევ გამოშვებულია. ამ ეტაპზე თვითმფრინავი უკვე კარგი ხანია მიწიდან მოწყვეტის და აფრენის ფაზას გასცდა. ანუ ფრენის იმ მონაკვეთს, როდესაც საწყისი აწევა სრულდება. შესაბამისად, შასიც უკვე ამოწეული უნდა ჰქონდეს. რაც დაახლოებით 50 ფუტის სიმაღლეზე ხდება აფრენისას. ამ თემას ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდეთ. რაც შეეხება ძრავებს. ჩვენს ეკრანებზე ორივე ძრავი კარგად ჩანს. მართალია ზუსტად ვერ ვიტყვით აწარმოებენ წევის ძალას იმ მომენტში თუ არა, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ არც ცეცხლი, არც ნაპერწკალი, არავითარი კვალი იმისა, რომ რამე მოხდა, არ ჩანს. ანუ პირველადი დაკვირვებით ძრავებთან დაკავშირებული აშკარა დარღვევა არ შეინიშნება, თუმცა ამას სიღრმისეული ანალიზი სჭირდება. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ეს იყო ძრავების სიმძლავრის დაკარგვა. მე ვუყურე უამრავ ვიდეოებს სხვადასხვა არხებზე, სადაც ადამიანები თავიანთი ვერსიებს გვთავაზობენ და ხშირად მომისმენია ესეთი სიტყვები, რომ ძრავებმა დაკარგეს სიმძლავრე და ამიტომ დაეშვა თვითმფრინავი. ანუ გაითიშა და ამიტომ დაეშვა. მოდით ეს ზუსტად განვარტოთ. რაც მოხდა იყო ამწევი ძალის დაკარგვა. და კი, ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ძრავების გათიშვით. ასე რომ პირველი თეორია, რომელსაც განვიხილავთ, ასე ჟღერს. მოხდა ორივე ძრავის გათიშვა, რამაც გამოიწვია თვითმფრინავის აწევის უნარის სრული დაკარგვა. პირდაპირ ვიტყვი, ეს სცენარი ძალიან გავს სიმართლეს. მაგრამ პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ, შეესაბამება თუ არა ამ სცენარს ყველა ის ნიშნები, რაც ჩვენს ხელთ არის. თვითმფრინავმა უბრალოდ ფრენა შეწყვიტა. ის ერთ მომენტში აფრინდა, ნორმალურად მიაღწია აწევის ფაზას, ცხვირი აწია, ყველაფერი თითქოს კარგად და სწორად მიმდინარეობდა. მაგრამ სანამ შასი ამოიწეოდა, თვითმფრინავმა ამწევი ძალა დაკარგა. ის უბრალოდ აღარ დაფრინავდა. მოდით ვიფიქროთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო აი ამის მიზეზი. თუ ვარაუდობთ, რომ ორივე ძრავი ერთდროულად გაითიშა, მაშინ ამის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს. პირველი, შესაძლოა თვითმფრინავის ძრავებში მოხდა ფრინველების დიდი რაოდენობა, ეგრეთ წოდებული bird strike. ეს შემთხვევები საკმაოდ იშვიათია, მაგრამ როცა ფრინველები ერთდროულად ხვდებიან ორივე ძრავებში, შეიძლება გამოიწვიონ მათი წყობრიდან გამოყვანა. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ვიდეოში ფრინველების საერთოდ არ ჩანს. იმისათვის, რომ ორივე ძრავი გაეფუჭებინათ, ამას უზარმაზარი რაოდენობის ფრინველები დასჭირდებოდა. თუმცა კადრებში არანაირი მსგავსი რამ არ ფიქსირდება. და რაც მთავარია, ძრავების უკანა ნაწილიდან არ ჩანს არც ალი, არც ნაპერწკალი, არც კვამლი, არანაირი ვიზუალური მტკიცებულება იმისა, რომ ძრავები ფრინველებმა დააზიანეს, ან რომ ისინი წყობრიდან გამოვიდნენ, არ არის. ასეთ შემთხვევაში მინიმუმ კვამლი მაინც უნდა ჩანდეს. როდესაც ამ თემას ვამზადებდი, წავაწყდი ერთ-ერთ მაღალი ხარისხის ვიდეოს, რომელმაც შეიძლება გასცეს ჩვენს კითხვებს პასუხი. ეს ვიდეო განხილვაში იყო ერთ-ერთ ცნობილ იუთუბერთან, შემდეგ თვითონ კადრებიც მოვიპოვე და მართლაც რაზედაც საუბრობს, იქ სრულიად კარგად ისმის. ვიდეოს ცოტა მოგვიანებით გაჩვენებთ, ახლა კი გავნაგზოთ. მეორე შესაძლო მიზეზი, თუ რატომ შეიძლება რომ ორივე ძრავი ერთდროულად გამოვიდეს წყობრიდან, არის საწვავის დაბინძურება. ეს არის ერთადერთი საერთო ფაქტორი ორივე ძრავისათვის. საწვავი. მაგრამ ამ თეორიას ჩემი აზრით ერთ-ერთი სერიოზული სისუსტე აქვს. აფრენისას, როდესაც ფრინავებმა გადაწყვიტეს ძრავების ბერკეტების სრული სიმძლავრეზე გაყვანა, უკვე იმ ეტაპზე გამოჩნდებოდა ნიშნები, ძრავების ქოშინი, ხარვეზები, შეწყვეტილი წვის ხმა ან სხვა პრობლემები. მაგრამ ვიდეოში არ ჩანს, რომ რაიმე მსგავსი ხდებოდა. მათ ჩვეულებრივად შეასრულეს გარბენი ბილიკზე, სწორ სიჩქარეზე აწიეს ცხვირი ზევით და ზუსტად შეესაბამება Boeing 787-ის ნორმალური ფრენის პროფილს. ყველაფერი იმ მომენტში იწყება, როდესაც თვითმფრინავი უკვე ჰაერშია. სწორად ამის შემდეგ ვითარდება პრობლემა. ასე რომ პირადად მე არ მგონია, რომ ძრავების გათიშვა მოხდა საწვავის დაბინძურების გამო. რა თქმა უნდა, შეიძლება 2 დღეში გამოჩნდეს მონაცემები შავი ყუთიდან და აღმოჩნდეს, რომ ზუსტად ეს იყო მიზეზი. და ასეთ შემთხვევაში ჩვენც აუცილებლად შევცვლით ან დავაზუსტებთ ჩვენს შეფასებებს. მაგრამ ეს არის პირველი თეორია, ძრავების გათიშვა, როგორც ამწევი ძალის დაკარგვის გამოწვევი მიზეზი. მეორე თეორია ასეთია. თვითმფრინავმა აფრენა სცადა ისე, რომ ფრთაწინები და ფრთაუკანები არ ჰქონდა გაშლილი და ამ რეჟიმში ავიდა ჰაერში. და თუ მხოლოდ ვიდეოს დავეყრდნობით, მართლაც ნელა და გაუბედავად ადის ჰაერში და შემდეგ ისევ უკან დაშვებას იწყებს. ეს შესაძლოა სწორედ ფრთაწინების და ფრთაუკანების არარსებობის შედეგი ყოფილიყო. მაგრამ ამ თეორიასაც სერიოზული წინააღმდეგობები აქვს. Boeing 787-ის შემთხვევაში არსებობს ორი ცალკე საკონტროლო სია, ეგრეთ წოდებული ჩეკლისტი და ორივე ინტეგრირებული არის თვითმფრინავის სისტემებში. ანუ ეს არაა ქაღალდზე დაწერილი ჩამონათვალი ან საბუთი, რომელსაც მფრინავი უბრალოდ კითხულობს.
ეს ციფრული სისტემის ნაწილია და თვითონ თვითმფრინავი აკონტროლებს, სრულდება თუ არა საჭირო ნაბიჯი. მას შესაძლებელი წარმოუდგენელია, რომ ეკიპაჟმა ორივე ჩამონათვალი გამოტოვა და თვითმფრინავმა უბრალოდ განაგრძო ბილიკზე მოძრაობა ფრთასხმულობის გარეშე. უფრო მეტიც, Boeing 787 სისტემები, ისევე როგორც ჩემთვის ნაცნობი 767-ის, მომენტალურად აფიქსირებს მსგავსი დაუკონფიგურირებულ მდგომარეობას. როდესაც აფრენის დროს ფრთასხმულობა არ არის სწორად დაყენებული, ჩნდება დიდი წითელი გამაფრთხილებელი სიგნალი config warning. ამავდროულად ორივე პილოტის წინ ინთება გამაფრთხილებელი ნათურები master caution. და იწყება ხმამაღალი სიგნალი, რომელსაც უბრალოდ შეუძლებელია რომ დაიგნორო. ასე რომ წარმოუდგენელია რომ ეკიპაჟმა ეს ყველაფერი უგულებელყო, განაგრძო აჩქარება და შემდეგ აფრენის მცდელობით პირდაპირ ჩავარდა დასახლებულ ადგილზე. შესაძლოა ამბების ასეთი განვითარება, რა თქმა უნდა, როგორც წინა თეორიასთან დაკავშირებით ვთქვით, ყველაფერი შესაძლებელია სანამ საბოლოო მონაცემები არ გვეცოდინება. მაგრამ პირადად ჩემთვის ეს სცენარი ძალიან საეჭვოა. ახლა გადავიდეთ მესამე თეორიაზე, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ეს ვიდეო არის გადაღებული თვითმფრინავის აფრენის დროს take-off roll-ზე. გავუშვებთ მთლიანად ბოლომდე ამ ვიდეოს და შემდეგ განვიხილოთ წამიერი კადრები, რათა დეტალურად ვნახოთ რა შეიძლება მომხდარიყო მესამე თეორიის ფარგლებში. აი სწორედ აქ, ამ პატარა შენობის იქით, რომელიც ჩვენსა და თვითმფრინავს შორის ჩანს. მომშემთ რომ თვითმფრინავი იწყებს აფრენას. ესე იგი იწყებს მიწიდან მოწყვეტას. ამ მომენტამდე ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალურად გამოიყურება. ძრავიდან არ ჩანს არც ცეცხლი, არც ნაპერწკალი, არც კვამლი. ამ მანძილიდან რთულია იმის განსაზღვრა, გახსნილია თუ არა ფრთაწინები. ასევე ვერ ხედავთ ზუსტად არის თუ არა 5 გრადუსით ჩამოწეული ფრთაუკანები. მაგრამ მოდით დავუშვათ რომ ეს ყველაფერი მუშაობდა. რატომ? იმიტომ რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ეკიპაჟს მოუწევდა გამაფრთხილებელი სისტემების სრული სპექტრის დაძლევა. წითელი განათება, სიგნალი, ორივე მფრინავის პანელზე მოძრავი შეტყობინებები და ყურის დამგლეჯი ხმა. ეს ყველაფერი უნდა დაიგნორებინათ, რომ ფრენა განეგრძოთ. ახლა კი ვხედავთ სტანდარტულ აფრენის პოზიციას. თვითმფრინავი მსუბუქად იღებს ჰორიზონტს ზემოთ დაახლოებით 2.5 გრადუსით. ამ დროს კუდის ნაწილში გზავრებსაც სულ ჩნდებათ შეგრძნება, რომ თითქოს ცხვირი ოდნავ ზემოთ წამოიწია. ამის შემდეგ მფრინავი, რომელიც უშუალოდ მართავს თვითმფრინავს, ამბობს gear up, ანუ შასი ზემოთ. მეორე მფრინავი აღწევს ბერკეტამდე ხელით, რომელიც უფრო ცოტა შორს მდებარეობს და ბორბლებს ასწევს ასე ზემოთ. ამით თვითმფრინავი ხდება უფრო აეროდინამიკური. ფრთაუკანები ჯერ კიდევ გახსნილია და თვითმფრინავი აგრძელებს აწევას ამჯერად უკვე დაახლოებით 10-დან 12.5 გრადუსის კუთხით, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს მომენტი არ დგება. ამ კონკრეტულ ვიდეოში ფრენის ამ ეტაპზე შასი უნდა ასულიყო ზევით, მაგრამ არავიდა. შასის საერთოდ არ იწვის. აი ესაა ის მომენტი, როდესაც პილოტი ჩვეულებრივად აწევს თვითმფრინავის ცხვირს ზევით, დაახლოებით 12 გრადუსის კუთხით. ამ მომენტისათვის შასი უკვე თითქმის მთლიანად უნდა იყოს თვითმფრინავში დამალული. მაგრამ არაფერი. შასი არც 1 სანტიმეტრით არ დაძრულა. მეტიც თვითმფრინავი ისეთ მდგომარეობაშია, რომ თითქოს აფრენის შემდეგ იგი ინერციას ეყრდნობა მხოლოდ. ახლა უყურეთ ფრთების ბოლოებს. 787-ის მოდელზე ისინი განსაკუთრებით გამორჩეულად იღუნება. განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც ამწევი ძალა იზრდება. ეს ხდება იმიტომ, რომ 787-ის ფრთები კომპოზიტური მასალისგანაა გაკეთებული და ძალიან ელასტიურია. ანუ რაც მეტია ამწევი ძალა, მით მეტი არის ეს ღუნვა. ამ ვიდეოში კი ფრთები თითქმის არ იღუნება. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავი საკმარის ამწევ ძალას ვერ აგროვებს. მაგრამ ძრავების მხრივ ამ ვიდეოში არ შეინიშნება არაფერი განსაკუთრებული, არც კვამლი, არც ცეცხლი და არც ჩაქრობის სხვა ნიშნები. ახლა დავუკვირდეთ ცხვირს. ის იწყებს დახრას. აი ახლა დაიწყებს დაწევას. რატომ იწყებს თვითმფრინავი დახრას? აი აქ უკვე მოდის თეორია. საუბარია ძალიან კონკრეტულ და ძალიან ადამიანურ შეცდომაზე. აი წარმოიდგინეთ ასეთი სცენარი. ფრინავი, რომელიც მართავს თვითმფრინავს, ეუბნება მეორე ფრინავს. შასი აწიე და მეორე მფრინავი შასის ბერკეტის ნაცვლად ფრთასხმულობის ბერკეტს ადებს ხელს და ფრთასხმულობას კეცავს. თუ ეს მოხდა და კიდევ ერთხელ ეს ძალიან დიდი თუ არის, მაგრამ თუ მართლა ასე მოხდა, ეს ძალიან ბევრ რამეს ხსნის. რატომ გაჩერდა თვითმფრინავი ჰაერში? რატომ გაქრა ფრთასხმულობიდან ამწევი ძალა? იმ მომენტში, როდესაც ფრთასხმულობა იკეცება, ანუ ის ზედმეტი ზედაპირი, რაც აფრენისას ამწევ ძალას ზრდის, ნელ-ნელა ქრება.
თვითმფრინავი ჯერ კიდევ დაბალი სიჩქარითაა ჰაერში. ორივე ძრავი უკვე მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს. ანუ მეც ვეღარ გაიწევს. თვითმფრინავი ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა. რადგან ბორცვზე საწვავია და მგზავრები. და რაც მთავარია, შასი ჩამოწეულია, ანუ დამატებითი საწინააღმდეგო ძალას ქმნის. ეს უკვე საშიში კომბინაციაა და აი ჩვენ უკვე ვხედავთ როგორ იწყებს თვითმფრინავი ცხვირის დაშვებას. რატომ? იმიტომ რომ ის ცდილობს რაც შეიძლება მეტი ჰაერის ნაკადი მოიპოვოს ფრთაზე, რომ ამ წევი ძალა ისევ შექმნას, მაგრამ ცხვირის დაწევა კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. ფრინავს გონია რომ შასი უკვე აკეცილია, მაგრამ რეალურად ფრთასხმულობაა აკეცილი. ეს შეცდომა ჰაერში სულ რამდენიმე წამში გარდაუვალ კატასტროფად იქცევა. ახლა რაც ხდება, მფრინავი აკვირდება, რომ თვითმფრინავი ბრუნდება მიწისაკენ. ის მექანიკურად ცდილობს ცხვირი ისევ მაღლა აწიოს, რადგან გრძნობს რომ ვარდება, მაგრამ ამ დროს საჰაერო სიჩქარე არ ყოფნის. ძრავები მაქსიმუმზეა. ფრთებზე ამ წევი ძალა საკმარისი არ არის და შასიც გამოწეულია, დიდი წინაღობა კვლავ რჩება. შეიძლებოდა გადარჩენა? ალბათ კი, თუ იმ მომენტში გააცნობიერებდნენ შეცდომას, შასის ამოწევას მოასწრებდნენ და ფრთასხმულობის ისევ გაშლიდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე წამი ხდებოდა და როგორც ჩანს, ისინი ძალიან დაბლა იყვნენ, ალბათ 500 ან 600 ფუტზე. დაღმასვლისას კი უკვე 200 ფუტზე. ამ სიმაღლიდან აღარც გამოსვლის სივრცე იყო, აღარც დრო. თვითმფრინავების ძრავები მუშაობს, მაგრამ ის აღარ მიფრინავს. ცხვირი მაღლაა, მაგრამ საკმარისი სიჩქარე არაა, რომ აიტანოს. და ბოლოს ის დაეცემა მიწაზე. თითქოს მართვადი, მაგრამ უძლური. აი ეს არის მესამე თეორია. ცოტა ხნის წინ მე გითხარით, რომ მაღალი ხარისხის ვიდეოს გაჩვენებთ. ზუსტად იგივე ვიდეო, რომელიც აქამდე ვნახეთ, მაგრამ არის მნიშვნელოვანი განსხვავება. მოდით ჯერ ბოლომდე გაჩვენებთ ამ ახალ ვიდეოს და მერე დეტალურად გავარჩიოთ, რა ვნახეთ და რას ნიშნავს ეს. გესმით როგორი კვეთრი ხმა არის. აი ახლა კი ისმის აფეთქების ნამდვილი ხმა. იმ ძველ ვიდეოში ეს არ ისმოდა, მხოლოდ ჩანდა თვითონ შეჯახება, მაგრამ არაფერი არ ისმოდა. რატომ? იმიტომ რომ ძველი ჩანაწერი იყო გადაღებული ეკრანიდან. ალბათ ფიქრობთ რომ ეს ვიდეო უკვე ბევრჯერ ვნახეთ, მაგრამ არა მეგობრებო, ასეთი სიწმინდით ეს ჯერ არ გვინახავს. ახლა კიდევ ერთხელ გაჩვენებთ ამ კადრს, მაგრამ ამჯერად გავადიდებ და ყურადღებით დაგანახებთ ერთ მნიშვნელოვან დეტალს, რომელმაც შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. აი ამ წრეში რაც შემოვხაზეთ. აი აქ დააკვირდით კარგად. ბევრმა დაიწყო საუბარი, რომ თვითმფრინავზე შეიძლება რატი გაიხსნა. ეს ნიშნავს ram air turbine, რომელიც თვითმფრინავზე იშვიათად, მაგრამ არსებობს და ძალიან საგანგებო სიტუაციებში ირთვება. 797-ზე, ასევე როგორც 767-ზე. ეს მოწყობილობა დამონტაჟებულია ფრთის უკან, მარჯვენა მხარეს. პატარა კარი ფარავს მას და როცა იხსნება, ვხედავთ ორ ფრთიან პატარა პროპელერს. იგივე როგორც წყლის ძრავა აქვს პატარა ნავებს. ჩემს უკან ახლა ხედავთ რატს. ram air turbines. ჩვენ შემოკლებით რატს ვეძახით. რატის ფუნქცია არის საგანგებო სიტუაციაში მიაწოდოს თვითმფრინავს ელექტროენერგია და ჰიდრავლიკური წნევა. 797-ზე ეს 767-ია. რატი ჩნდება სამ შემთხვევაში. ძალიან სერიოზული ელექტროგამოთვლისას, ძალიან სერიოზული ჰიდრავლიკური პრობლემისას და როდესაც ორივე ძრავი ერთდროულად ეთიშება. ანუ იმ შემთხვევაში თუ რატ უკვე გამოჩენილია თვითმფრინავზე, ეს ნიშნავს ერთს. თვითმფრინავი უკვე იმ წუთში იმყოფებოდა ძალიან რთულ მდგომარეობაში. ამ დრომდე რაც ვრცელდებოდა, ყველა თეორია ეფუძნებოდა მხოლოდ ერთ მტკიცებულებას ან მაქსიმუმ ერთ ნახევარს. ახლა კი მე გაჩვენებთ სამზე მეტ არგუმენტს, რატომ ვფიქრობ, რომ რატ, ანუ აეროტურბინა, ნამდვილად გაიხსნა და რატომ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ საქმე გვაქვს ორმაგი ძრავის გათიშვასთან. და მე ნამდვილად ამ თეორიის მხარეს ვარ. მოკლედ მტკიცებულება ნომერი 1. აი წრეში რაც გვაქვს შემოხაზული, მრგვალი, ოდნავ წინ წამოწეული ფორმა თვითმფრინავის ქვედა ნაწილში. ეს არის ram air turbine-ის კარის შემადგენელი ნაწილი. და თუ ქვემოთ დავაკვირდებით, აი ეს პატარა ნაცრისფერი წერტილი, რაც თითქოს ეკრანის დეფექტს გავს. ეს არის რატ, თვითონ აეროტურბინა. ეს არის ვიზუალური დამტკიცება, რომ რატ გაეხსნა. ამ ადგილას, რაც თვითმფრინავის კორპუსის ქვედა ნაწილში ჩანს, სწორედ ეს კარი უხსნის კარს რატს, რომელიც საგანგებო სიტუაციაში იშლება გარეთ.
რომ თვითმფრინავს ელექტრო და ჰიდრავლიკური ენერგია მიაწოდოს. მართალია ვიდეო არ არის მთლად მაღალი ხარისხის, მაგრამ მაინც ჩანს საკმარისად მკვეთრად, რომ დარწმუნებით ვთქვათ. ეს არის პირველი და კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ ტურბინა გააქტიურდა, მაგრამ ეგ ყველაფერი არ არის. მეორე მტკიცებულება, ახლა მოусმინოთ. რატი, ანუ ეს პატარა ტურბინა ძალიან სპეციფიურ ხმას გამოსცემს. მანამდე რაც ვიდეოში ვნახეთ, ისეთი დაბალი ხარისხის ჰქონდა აუდიო, რომ ამ ხმას საერთოდ ვერ გავიგებდით. ისეთი ხმა არის თითქოს პროპელერიანი თვითმფრინავი მიფრინავს გვერდით, ან ძალიან მაღალი ტონალობის წრიპინი. იმიტომ რომ ეს ტურბინა ორი ფრთისგან შედგება და ძალიან სწრაფად ტრიალებს, რათა საკმარისი ენერგია, ელექტროენერგია და ჰიდრავლიკური ენერგია მიაწოდოს სისტემას. ახლა მოდით მოусმინოთ რამდენიმეჯერ, რომ კარგად დავიმახსოვროთ. მოусმინეთ ამ მაღალი ტონალობის პროპელერის ხმას. შეგახსენებთ, ეს რეაქტიული თვითმფრინავია. მას პროპელერი არ აქვს. თუ თვალებს დაახუჭავთ, შეიძლება იფიქროთ, რომ ზემოთ პატარა ცესნა მიფრინავს. მაგრამ არა, ეს პატარა პროპელერი თვითმფრინავის კი არაა. ეს არის რატ, პატარა ორფრთიანი ტურბინა, რომელიც ამ დროს საშინელი სიჩქარით ტრიალებს. და ეს სწორედ ის ხმა, რაც ტურბინის გაშვებისას ისმის. ასე რომ ეს არის მტკიცებულება ნომერი 2 იმისა, რომ რატი გაიხსნა. და ტურბინა კი გვეუბნება, რომ თვითმფრინავი საგანგებო მდგომარეობაში იყო. შედარებისათვის მოგასმენიებთ ერთ-ერთი იაპონური ავიახაზების Japan Air-ის Boeing 787, რომელიც დაეშვა საგანგებო ვითარების გამო. მათ ასევე გამოშვებული აქვთ რატი. გესმით ეს ხმა? ისეთივე ჟღერადობა, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო თვითმფრინავს, რომელიც დაბალ სიმაღლეზე მიფრინავს დიდი ხმაურით. ახლა კი მტკიცებულება ნომერი 3. ყველაზე საინტერესო. თვითმხილველის მონათხრობი. ერთ-ერთი ადამიანი გადაურჩა ამ ავიაკატასტროფას. დიახ, წარმოუდგენელია, მაგრამ გაიღვიძა, თვითონ გახსნა ავარიული კარი და თვითმფრინავიდან გადმოხდა. შემდეგ კი თავად მიაკითხა სასწრაფოს თავისივე ფეხით. ეს ადამიანი იჯდა 11A ადგილზე, ფრთის წინა რიგებში. ძალიან ახლოს ავარიული გასასვლელთან და სავარაუდოდ ფრთის მთავარ სტრუქტურულმა ნაწილმა შეამცირა დარტყმა მის ადგილთან. რას ამბობს გადარჩენილი? ის ამბობს, რომ დარტყმამდე ცოტა ხნით ადრე გაიგონა ძალიან დიდი ხმა, რაღაცის ჩამოვარდნის ხმა და შიგნით შუქებიც აციმციმდა. ეს ერთი შემთხვევა თითქოს არაფერს ამბობს, თითქოს გადაჭერბებულია ან იქნებ სტრესის გამო მოეჩვენა, ხომ? მაგრამ, როდესაც ფაქტებს ვალაგებთ, ვხედავთ რატის გამოშვებას ვიდეოში, ვუსმენთ მისი მაღალი წრიპინის ხმას და ასევე თვითმხილველი, ანუ გადარჩენილი ამბობს, რომ ხმის მერე შუქები ჩაქრა. ეს სამივე ერთად ძალიან ძლიერ მტკიცებულებას ქმნის იმისთვის, რომ ვივარაუდოთ, რომ ორივე ძრავი წყობრიდან გამოვიდა. და სწორედ ამას იწვევს რატის ავტომატური ამოქმედება. კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულება ის არის, რომ ხომალდის მეთაურმა გადმოსცა საგანგებო სიგნალი, Mayday სიგნალი. და როგორც იუწყებიან, ამ შეტყობინებაში თქვა, რომ კარგავს ძალას, ან რაიმე მსგავსი ფრაზა, რაც შეიძლება მხოლოდ იმაზე მიგვითითებდეს, რომ ძრავების პრობლემა ჰქონდა. თუ ეს დადასტურდა, ეს იქნება მტკიცებულება ნომერი 4. იმ თეორიის სასარგებლოდ, რომ თვითმფრინავმა მართლაც ორივე ძრავა დაკარგა. და ახლა ამ 4 კომპონენტის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ სერიოზული სურათი იხატება, რაც გვაძლევს ბევრად მეტ სიცხადეს, ვიდრე აქამდე გვქონდა. მინდა ვთქვა, რომ ძალიან გული შემდგება მფრინავების მიმართ. მათ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გააკეთეს, რომ თვითმფრინავი და ხალხი და ეკიპაჟის წევრები გადაერჩინათ. ძალიან მინდა, რომ ეს არ იყოს რაღაც უბრალო ადამიანური შეცდომა, მაგრამ რაც არ უნდა ვიფიქროთ და ვისურვოთ, ვერც ერთი თეორია და ვერც ერთი იმედი ვერ დააბრუნებს იმ ადამიანებს, ვინც იმ თვითმფრინავში იმყოფებოდა. ეს იყო განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა. პირველი საბედისწერო შემთხვევა Boeing 787 Dreamliner-ის ისტორიაში. მინდა მჯეროდეს, რომ ეს იქნება ბოლო ასეთი შემთხვევა. არ აქვს მნიშვნელობა სად ინდოეთში თუ მსოფლიოს სხვა ნებისმიერ წერტილში. ავიაციისთვის ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მძიმე დღე. იმედია არ გადმეორდება. გემშვიდობებით.